დილამშვიდობის ფარიკაობაზე უნდა მოგიყვეთ სპორტზე, რომელიც აერთიანებს არა მხოლოდ ფიზიკურ ძალას, ასევე კონცენტრაციას, სტრატეგიული აზროვნების უნარს. Ჩემთან ერთად დილიდან იმყოფება ლუდვიგ ღაღანიძე, რაპირით ფარიკაობის მწვრთნელი, დილამშვიდობის ბატონო ლუდვიგ. ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს ფარიკაობას და ძალიან ბევრი უპირატესობა. მოდით თქვენ უფრო უკეთესად გითხრათ, რატომ არის ეს სპორტი ასეთი გამორჩეული? ფარიკაობა ანვითარებს ბევრ დადებით თვისებებს ადამიანში. პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ ფარიკაობა არის სპორტის რაინდული სახეობა და რაინდის თვისებები ყველასთვის ყველამ ვიცით, რომ როგორია რაინდი, როგორ უნდა იყოს. ხო, ფარიკაობაში არსებობს სამი იარაღი, რომელზეც ფარიკაობს მოზარდები. ეს არის რაპირა, არის ხმალი და არის დაშნა. სამივე იარაღი ერთმანეთისგან განსხვავდება წონით, ზომით და საზიანო არეთი. ჩემი იარაღი რომელია? თქვენი იარაღი არის რაპირა, რომელსაც საერთოდ მოზარდები რომ მოდიან, ყველა იწყებს რაპირით. იმიტომ რაპირა არის თითქმის ყველაზე მსუბუქი, იწონის 9 კილოგრამამდე, 9 კილოგრამს იწონის მთლიანად და მოზარდებს ჩვენ ვღებულობთ პატარა ასაკიდან 8-10 წლიდან ვღებულობთ, 8-10 წლიდან ვღებულობთ მოზარდებს და მათთვის რასაკვირველია დაშნა არის ყველაზე მძიმე იარაღი 750 გრამი. რომ მათთვის მოსახერხებელია, რომ ხელი არ დაეღალოს. მერე დამწყებ მოფარიკავეს უხდება სტატიკურ მდგომარეობაში ყოფნა, ნახევრად ჩამჯდარ მდგომარეობაში. ჩვენ ამ ყველაფერს დავჩვენებთ ახლა როგორ უნდა იფარიკაოს დამწყებმა. მე აქვე ვიტყვი, რომ ფარიკაობის პროცესში ჩართულია განსაკუთრებით ფეხის და ხელის კუნთები, მუცლის კუნთების, რა თქმა უნდა, და ძალიან კარგი ასევე კარდიო ვარჯიში, იმიტომ რომ თუ ინტენსიურად ივარჯიშებთ, საკმაოდ დიდი დატვირთვა მიდის. პირველი არის თქვენ მასწავლეთ იარაღის დაჭერა. მნიშვნელოვანია როგორ გვიჭირავს იარაღი. რასაკვირველია. იარაღი გვიჭირავს ასე არის, რომ იარაღი უნდა მართოთ. მართვარაში რას ქვია? უნდა მიზანს დაუმიზნოთ და მივაყენოთ მოწინააღმდეგე ჭკულეტა. ეს კი მოითხოვს ძალიან დიდ სიზუსტეს. ეს იწყება საჩვენებელი თითით უნდა დავიჭიროთ იარაღი, ეხმარება მას ცერა თითის ზემოდან ქვემოდან საჩვენებელი თითი და დანარჩენი უნდა ჩავიდეს ხელის გულში, აი ასე უნდა გადიოდეს, აი აქ უნდა გადიოდეს და ეს ორი თითი, ცერა და საჩვენებელი თითი მართავს იარაღის წვერს. ბატონო ლუდვიგ, უკვე შეგვიძლია რომ პოზიცია ვაჩვენოთ მაყურებელს. პირველი თქვენ თქვით რომ ძალიან მნიშვნელოვანია დგომი, სწორი დგომი. აი ეს ავხსნათ, მოდი უფრო უკეთესად. იმიტომ რომ თითქოს მარტივია, მაგრამ რეალურად როცა მე ამას ვიმეორებდი, საკმაოდ რთულია და ესე იგი, ან მემარჯვენეები მარჯვენა დგას, მარჯვენა ფეხი წინ, უკანა ფეხი უნდა მივადგათ უკან ხუსლზე, უნდა გავიმართოთ, ახოვანი შესახედაობა უნდა მივიღოთ. ქუსლებს შორის მანძილი, სადაც წინაფეხის წვერია, იქ უნდა დაიდგა წინაფეხის ქუსლი, გამოიტანეთ კიდე ცოტა. ეს იარაღი ასია ზემოთ, იარაღის წვერი ამ მომენტში უნდა იყოს მუხლის სიმაღლეზე. ავციეთ ხელი მაღლა, ორთავე ხელი, ეხლა ორთავე ფეხზე ჩავჯდეთ. ისევ რომ უნდა აი მუხლები უნდა გადავშალოთ. ხელი მიიტანე უკან, ხელი მიიტანე საწყისზე. ეგ არის დაახლოებით საფარიკაო დგომი. შემდეგ ერთება ნაბიჯები წინ, ნაბიჯები უკან, ჩქვლეტი ჩვენება და ვარდნა. მოწინააღმდეგეს რომ მიუახლოვდე, ამისთვის საჭიროა ნაბიჯის გაკეთება. წინ ნაბიჯი იწყება წინა ფეხით, გააკეთე ნაბიჯი წინ, უკანა ფეხი დადგი, კიდევ ნაბიჯი წინ, კარგია. ეხლა როდესაც უნდა მივწვდე მოწინააღმდეგეს და მივაყენო ჩქვლეტა, უნდა გაშალო ხელი, დაუმიზნო და გავაკეთოთ დიდი ნაბიჯი, ესე იგი ვარდნა. რაც შეიძლება ეს სწრაფად გაკეთებული დიდი ვარდნა. აბა გააკეთეთ ვარდნა და მოვწვდით მე. აი თქვენ მიაყენეთ ახლა პირველი ჩქვლეტა მასწავლებლებს. იფარე, ისე უბრუნდებით საწყის, ისე საწყის პოზიციას. ჩამჯდარი. არდო და გავიწყოთ რომ უნდა იყოს ჩამჯდარი. აბა ნაბიჯი უკან გავაკეთოთ. უკანა ფეხით. საკმაოდ დატვირთულია. ასა ორივე ფეხი გაშალე უკანა ფეხი. უკანა ფეხს რო წინა ფეხით და მიადგი დროულად. ნაბიჯი უკან, უკანა ფეხი, ნაბიჯი უკან, ხელი გაასწორე.
ხელი გაასწორე. მეტი სითამამე უნდა ეხლა მაქაურობა. თავდასხმაზე. ფარიგაობაში არის შეეფერება მეტად თავდასხმითი და თავდასხმითი სამთავრობო მოქმედებები. თავდასხმითი რას ქვია? მე მოვდივარ შეჯიბაზე. ანუ საკმაოდ რთულია ხა თქვენო კი უყურებთ თითქოს მარტივია, მაგრამ როდესაც გადადიხართ თავდასხმაზე, საკმაოდ რთული მომენტი, იმიტომ რომ რაღაცა თითქოს შიშიც გააქვს თავიდან, რომ ეს უნდა დაძლიო ალბათ. ამ დროს მე ეხლა ისე ნუ დაესწრები მაგ კაცს თავს, რომ ვეღარ ავარჯიშოს მომავალი თაობა. არის ალების შემდეგ მე ვაძლევ პასუხს. ჩვენ აი იგივე გავაკეთოთ ახლა მე ვიყოფები იერის შედევა არაფერი შედევაში მოვდივარ გაეცალე მანძილი დაიცავი უკანა ფეხი დაიწყე გადი მოვდივარ უნდა გიჩქრიტო აბა აიღე ფარვა არ ვისწავლებინა კარგი იდეალურია ანუ ესე უნდა ასე ვთქვათ ჩაკეტოთ მოძრაობო თუ აიცილო თავდასხმა არ უნდა მიიღო თავდასხმა შემდეგ ფარვის მერე ხდება პასუხი გაიშალა ხელი თუ გაშალე ხელი კარგად ამივიზდი თუ ვერ მიწდა უნდა გააკეთოთ ვარდნა ვარდნა რომ მომწდე აქედა ხო ვერ მომწდები ანუ ეს უნდა გაახლებით ეგ არის გასაგებია აი ამას აკეთებ უკვე იმისთვის რომ შემდეგ თუ ხელი ვერ წდება მაშინ უნდა გავაკეთოთ ვარდნა ეხლა რაშია საქმე ფარიგაობა ვიცით რომ არის სპორტის რაინდული სახეობა არის თავდასხმითი და თავდასხმითი სამძებო მოქმედებები და კიდევ რა არის მიზანი რა არის ფარიგაობაში ესე იგი მიზანი არის შეეხედა არ შეგეხოს ესე იგი ეს რას ნიშნავს შეეხე მოწინააღმდეგეს შეეხე და იმან არ უნდა შეგეხოს სულ გამარჯვებული იქნები თუ შენ თავს დაიცავ ისე რომ მოწინააღმდეგე არ შეგეხება ანუ თავარი ამოცანა არის ის რომ შენ უნდა მიწოდე მოწინააღმდეგეს მაგრამ შენ უნდა აიცილო მოწინააღმდეგემ არ უნდა მოგაყენოს ჭკვლეტა ან დარტყმა თქვენ კი უნდა დაიცვათ თავი და გააკეთოთ საპასუხო მოქმედება. ბატონო ლუდვიგ, უკვე როცა დამწყები აღარ ვარ და ასე ვთქვათ უკვე გადავდივარ უკვე ვცვლი ალბათ იარაღებს უფრო მაღალ ეტაპზე რომ ვარ, ანუ უფრო მძიმე შემიძლია დავიჭირო თუ არსებობს სამი სახე ეს რა მალი დაჭნა. საერთოდ როგორ ხდება? ადრე ძირითადად ქალები და მამაკაცები იწყებდნენ რაპიდით და ფარიგაობდნენ რაპიდით. გასაგები. ხო. შემდეგ რასაკვირველია ხმალი შემოვიდა შემდეგ დაშნა შემოვიდა ეს დაშნა ყველაზე მძიმე იარაღია დაშნა არის სხვათა შორის შენ უკვე გინდა მძიმე იარაღზე გადასვლა მე სანამ ეს კაცი შეგვიწირავს ახლა მაყურებელს ჯობია დავებიშვიდობა წარით რომ აგვეხსნა დროის სიმცირის გამო ბოლომდე ბევრი რამე ფარიგაობაზე სათქმელი და ვერ ვთქვით თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა თუ გინდათ რომ ცხოვრების ჯანსაღწესად აქციოთ მშვენიერია რომ აირჩიოთ ფარიგაობა იმიტომ რომ ცხოველის ყველა კუნთი არის ჩართული და ასევე სტრატეგიული აზროვნების უნარი გივითარდებათ იმიტომ რომ წინასწარ თვლით მოწინააღმდეგის ყოველ ნაბიჯს ასე რომ აირჩიეთ ფარიგაობა მართლა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია თქვენი აქტიური ცხოვრებისთვის ძალიან დიდი მადლობა